მოგესალმებით, მე ვარ ელენიკო და მინდა მოგიყვეთ ჩვენი TikTok challenge-ის შესახებ. სანამ წესებზე გადავალ, მინდა შეგახსენოთ, რომ გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და დალაიქოთ ეს ვიდეო. თუ გინდა მოიგოთ TikTok სეტი, ring light, ტელეფონის შტატივი, უსადენო Bluetooth მიკროფონი და მთავარი პრიზი iPhone 12 Pro. მაშინ გადაიღე ვიდეო ჩვენს საუნდზე, განათავსე შენს TikTok გვერდზე, მორიშნე Miniso და საქართველოს ბანკი და არ დაგავიწყოს ჩვენი ჰეშტეგი Back to School Miniso. გამარჯვებული გახდება ყველაზე კრეატიული ვიდეოს ავტორი. წარმატებებს გისურვებთ. ახლა კი მინდა Minisos ახალი სპორტული ინვენტარი გაგაცნოთ. ეს ნივთი მე უნდა ავხსნო, იმიტომ რომ ჩემი ფავორიტი ნივთია და ახლა გაჩვენეთ რატომაც. ვისაც ჩემსავით გიყვართ იოგა და პილატესი, მაშინ თქვენი ფავორიტი ნივთიც გახდება ძალიან მალე. მოდი დანარჩენი ნივთების ახსნას ამ საქმის პროფესიონალს მივანდობ. ქეთი გისმენ? მოგესალმები ელენიკო და ეხლა ვიაგიხსნი რა რისთვის არის და როგორ უნდა გამოვიყენოთ და დავიწყოთ პირველ რიგში სახტუნაოთი, რომელიც წონაში კლებისთვის ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. თუ ყველამ ვიცით როგორ ხტუნავთ. დამწყებებს შეუძლიათ უბრალოდ იხტუნავთ. ვინც წლების მანძილზე ხტუნავს სახტუნავზე, ალბათ უკვე ორმაგებამდეც მივიდა. შემდეგი ნივთი, ეს არის სარტყელი, რომელსაც ვიკეთებთ წვივებზე და ვაკეთებთ მაგალითად აი სუბუქს ქვათებს გადაადგილებით. ეს არის საკმაოდ კარგად დაჭიმული და თუ ნაკლები დაჭიმულობა გინდათ, ოდნავ ზემოთ ამოვიტანთ და აი ესე ბევრად ადვილია უკვე. დუნდულო კუნთებისთვის არაჩვეულებრივი ვარჯიშია. შემდეგი ნივთი, ეს არის მასაჟორი, რომელიც მასაჟორთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დამხმარე საშუალება. აი მაგალითად გაწელვის დროს, თუ თქვენ ვერ აერთებთ მაჯებს უკან, შეგვიძლია ესე მოვკიდოთ და თან გავწელოთ მხრები და თან გავიკეთოთ მასაჟი. ეხლა რა არის აი ეს? ეს არის ბიცეპსისთვის არაჩვეულებრივი სავარჯიშო, აი ეს უნდა დავდგეთ. ხელის ღულებით ზემოთ მოვკიდეთ. მხრებში გავსწორდით და ამოსუნთქვაზე ამოგვაქვს ხელების ზემოთ. იგრძნობ, ძალიან კარგად არის ჩართული ბიცეპსი. შემდეგი ეს არის პილატესის რგოლი, რომელიც უკვე შეგვიძლია ჩავიდეთ ქვემოთ. ასევე Minisos მეტზე, მე ძალიან მიყვარს ეს მეთები, იმიტომ რომ არ იმუხტება. აი ესე მუხლებში უნდა კარგად ჩავიდოთ კომფორტულად და მუხლები შევაერთოთ, გავშალოთ, შევაერთოთ, გავშალოთ. აქ ძალიან კარგად არის ჩართული შიდა მიმზიდველი კუნთები, რომელსაც გოგონები ძალიან იშვიათად თუ დავტვირთავთ როლერი, რომელიც დატვირთული დღის ბოლოს ასეთ მასაჟს ვიკეთებს. რა თქმა უნდა, ორივე ფეხით თანაბრად. აი ეს ტრენაჟორი როგორ უნდა გამოვიყენოთ, ეხლავე გაჩვენებთ. ბარემ რადგან ვზივართ, აი ასე, ფეხები მოვქაჩეთ ჩვენსკენ, აქ ერთდროულად რამოდენიმე კუნთის გაწელვა შეგვიძლია, მაგალითად ფეხის შიდა მიმზიდველი კუნთების და ზურგის კუნთების, ასევე ხელების. გადავაჯვარედინებთ და ნელ-ნელა ამოსუნთქვაზე გავშლით ხელებს უკან. აი ესე, გავჩერდებით 6-7 შესუნთქვა, ამოსუნთქვა და ძალიან კარგად იგრძნობა ზურგი, ფეხები. ამ ტრენაჟორით ასევე კიდევ ბევრი მოძრაობის გაკეთება შეგვიძლია, როგორც დაწოლილ მდგომარეობაში, ასევე ფეხზე დადგომილ მდგომარეობაში და მე უკვე აი ამით დაგემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით. ალბათ ყველანი დამეთანხმებით, რომ ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღი კვების გარეშე წარმოუდგენელია. ქუჩაში ჭამის მაგივრად ჯობს, რომ სახლიდან წავიღოთ საკვები და ამისათვის აუცილებელია Minisos კონტეინერები, რომელიც მინდა რომ ახლა სათითაოდ გაჩვენოთ. ამ ორი კონტეინერით დავიწყებ, რომელიც ორივე განსხვავდება ზომებით. ამ შემთხვევაში მოყვება კოვზი, რომელიც არის თავიდან პაწუყა და აწყობთ და გამოვა დიდი კოვზი. ზემოთ სექციაში შეგიძლიათ სხვა რაღაცა ჩადოთ, ქვემოთ შეიძლება რომ სხვა. დიდი კონტეინერი იყოფა 3 სექციად და ასევე კიდე აქვს პაწუყა სექციუკა. ასევე მოყვება კოვზი და ჩანგალი და აქვს ძალიან კარგი თავსახური, ანუ ნებისმიერი სითხეც კი შეგიძლიათ მოათავსოთ ისე რომ არ დაგეღვრებათ ჩანგაში. გადავიდეთ BRPR-ის კონტეინერებზე, რომელიც გვაქვს 2 ზომაში, ერთი პაწუყა და ერთი დიდი, მწვანე და ცისფერი და идеალურია ან პიკნიკზე ან სკოლაში. შემდეგ გვაქვს lunch box-ი, რომელიც идеალურია სკოლის მოსწავლისთვის. აქვს ესეთი პატარა სექციები, 1, 2 და 1 მთლიანი. შემდეგ გვაქვს ესეთი კონტეინერი, რომელსაც ახლა გავხსნით და გაჩვენებთ. ზედა სექციაში გვაქვს ჩანგალი და კოვზი. შემდეგ არის ერთი სექცია და მეორე სექცია. შეგიძლიათ გამოიყენოთ ცალ-ცალკე, ინდივიდუალურად.
ან შეგიძლიათ ორივე ერთად წაიღოთ სამსახურში. დღეისათვის ბოლო კონტეინერი მინდა გაჩვენოთ, რომელიც იდეალურია გრძელი სამუშაო დღისთვის. ვისაც გიყვართ წვნიანი, შეგიძლიათ მოათავსოთ ქვედა სექციაში. ძალიან მყარი თავსახური აქვს და წვეთიც არ გადმოიქცევა. ხოლო მეორე სექციაში შეგიძლიათ მოათავსოთ სალათი ან ბურღულეული. ოპა. და ზემოთ აქვს პატარა სექცია კიდე, რომელშიც შეგიძლიათ მოათავსოთ დანაჩანგარი. დღეისათვის სულ ეს იყო, ახლა კი დაგემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.